მადლობა. მადლობთ, მოგესალმებათ თუანო ჯავახიშვილის შოუ. საქართველოს პრეზიდენტი და ყოფილი სიტყვის კაცი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა სტრასბურგში, სადაც სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ახალი მთავრობა გააკრიტიკა, ხედავთ, ადრე სულს ვერ ათქმევინებდი ამ კაცს ვერაფერავიზე, აბსოლუტურად. ეხლა მოვიდა ეს დემოკრატიული მთავრობა და თავისუფლად ლაპარაკობს, კაცო, რასაც უნდა. ესეა. სტრასბურგში ასევე შეხვედრებს მართავდნენ ახალი მთავრობის წარმომადგენლები, ერთ-ერთი ოფიციალური შეხვედრასთან დაკავშირებით, ანუ ქართული მხარე უნდა შეხვედროდა რუსულ მხარეს. ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა ბატონმა თედო ჯაფარიძემ, თუ შეიძლება ვნახოთ, სად შეიძლება რომ შეხვდნენ ეს ორი მხარე ერთმანეთს. ჩვენ გამოვნახავთ დროს, არაფორმალურად შეხვდეთ ერთმანეთს, ამ შეხვედრას დაესწრება მხოლოდ თედო ჯაფარიძე და ბატონი პუშკოვი. არც არავინ ოპოზიციიდან და არავინ უმრავლესობიდან, ეს იქნება ჩვენი არაფორმალური შეხვედრა, სადმე, აქ, ან იქ, იმ კაფეში, ან მოვძებნით ადგილს და დავსვდებით, დავილაპარაკებთ. ბატონო თედო, ამხელა დონის შეხვედრა გეგმავთ. ამხელა დონის შეხვედრა უნდა გააქვთ უკვე შეხვდით ფაქტიურად და რა გინდათ კაფეში? რა გინდათ კაფეში? ნახეთ, კაი ზაბეგალოვკა რამე სადმე. შვენიერი ზაბეგარო შედით კუპეში. თქვენთვის წყნარად ერთ-ერთში შეუკეთეთ კაი მწვადი, ხინკალი, ქაბაბი და ანგარიში რომ მოვა, არ არის პრობლემა. მომავალი თაობები გადაიხდიან მაგას. ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა სომხეთში, სადაც განაცხადა, რომ საქართველოსთვის სომხეთი მისაბაძი ქვეყანაო. გადავირიეთ ხალხი, კარგით, მინდა გითხრათ ბატონო ბიძინა, როგორ შეიძლება ესეთი განცხადებების გაკეთება? აი რანაირად შეიძლება ბატონო ბიძინა ესეთი განცხადებები რომ გააკეთოს? მაგათ თვითონ მიშა სააკიანიც კი არ იტყოდა, კაცო. ეს როგორ შეიძლება? ანუ პრორუსული ორიენტაციის სომხეთი, რომელსაც არ უნდა ნატოში შესვლა, ჩვენთვის მისაბაძი ქვეყანა ყოფილა. რამდენი ხანია, ძვირფასო მეგობრებო, ასე წარმატებით არ გადაგვიდგავს ნაბიჯი უკან. რამდენი წელია ეტყობა უკან ნაბიჯებს რომ დგამთ, რას გონს ვიღებთ ეს უკან ნაბიჯი და ერთიანად წინ გადავხდეთ მე. ბიძინას განცხადებაზე ხალხმა თქვა რომ ესე იგი ნატო არ გვინდა და რუსეთი გვინდაო? ბიძინა უთხრა არა კაცო, ნატოც გვინდა და რუსეთიც გვინდაო. ანუ ერთი ფეხი ნატოში გვაქვს, მეორე ფეხი გვაქვს რუსეთში. მეშინია ძალიან მეშინია მტკივნეულ შპაკატში არ ჩავჯდეთ ჩვენ მალე. პრემიერ-მინისტრი ასევე იმყოფებოდა დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც შეხვდა ცნობილ მილიარდერ ჯორჯ სოროს. ძალიანაც კარგი აბაწინა მთავრობა რო ხდებოდა სოროს. ის დრო დამთავრდა გენაცვალე, ის იყო დრო. ხო. ბიძინაც არ შეხვდებოდა, მაგრამ გამოსწორებულა სოროსი. აღარ არის მასონი. აღარ ყოფილა მასონი. ივანიშვილი ასევე იმყოფებოდა ბიზნესმენების მიერ ორგანიზებულ რუსულ საუზმეზე, სადაც ბიძინამ ინვესტიციების მოზიდვაზე ისაუბრა. ანუ მილიარდერი ივანიშვილი ინვესტიციების მოსაზიდად შეხვდა მილიონერებს. ეს უკვე სასაცილო ანეკდოტი არის. ბიძინა ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან, ესეთი ძალიან ცნობილი თემაა, გაათავისუფლა ირაკლი ალასანია, რო კითხეს რომ რატომ მოხსენით ალასანიაო ვიცე-პრემიერის პოსტიდანო, რატომ მოხსენიო და პრეზიდენტობა უნდა დავა და თან კვიციაო. და რას ქვია კვიცია, რას ნება, ჩემს წინ მორბენალი კვიციაო ეგ. ივანიშვილმა ასევე თქვა რომ ალასანიას ახლა უფრო მეტი დრო ექნება რომ თავდაცვის სამინისტროზე იფიქროს. და თუ კიდე გააგზელოსო ჩემს ზურგს უკან ლაპარაკსო, მე უფრო მეტი დრო ექნება იმაზე ფიქრისთვის, რომ სად იმუშაოს მე თვითონ იმოვალში. მოკლედ, ალასანია პრეზიდენტობაზე ფიქრობდა და ბიძინა ვიცე-პრემიერობიდან მოხსნა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ალასანია ბჭობდა, ბიძინა იცინოდაო. ძალიან კარგად მოიქეცით ბატონო ბიძინა ალასანია რომ გაათავისუფლეთ. ძალიან კარგად, ეს ვიცე-პრემიერობიდან რომ მოხსენით.
და აი პრეზიდენტობის სურვილის გამო რომ მოხსენეთ ძალიან კარგია, მაგრამ ხომ იცით მაგას ეგ მარტო ვერ მოიფიქრებდა. ახლა მთავარი გავარკვიოთ წულუკიანის, ხადურის, კალაძის, ღარიბაშვილის და ფანჯიკის გარდა კიდე ვინ აქეზებდა მაგ ვინ იყვნენ ისინი კიდე დანარჩენები. მოკლედ ბიძინამ ალასანიას შეცდომა არაპატია, საინტერესოა რომელი შეცდომა იგულისხმა ბიძინამ. ახლა რო დაუშვა ალასანიამ თუ ფარული ჩანაწერების დროს რო დაუშვა ადრე. სხვათა შორის ბიძინას კიდევ ერთი შეცდომა ახსოვს გუბას სანიკიძის საინტერესო ამასოდის არაპატიებს. პოლიტიკური დაჭერები გრძელდება ძვირფასო მეგობრებო, იმიტომ რომ ახალი ბრალდებების კონტეინერი განუბაჟებიათ ფოთში. და ეს კონტეინერი როგორც კი გახსნეს, ეგრევე დაიჭირეს მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოშელი. იმ ბრალდებითო თურმე საკუთარ ეზოში სპორტული მოედანი მოუწყვია და სახელმწიფოს ხარჯზე გააკეთა ეს ყველაფერი. მაგრამ შეიძლება ჩოჩეს ბრალდება კიდევ უფრო დაუმძიმდეს, იმიტომ რომ მოედნის ქვეშ ქონია გვირაბი. ბომბეიდან ლონდონამდე გათხრილი. აი ესეც თუ უპოვეს, არ ვიცი რა იქნება მომავალში. ძვირფასო მეგობრებო, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შემდეგ თბილისის ქუჩებს კიდევ ერთი ეროვნული გმირი შეემატა. ეს გახლავთ ვლადიმერ ცოტნე ბედუკაძე. მართლაც გმირია ბედუკაძე. ისეთ კადრებს რო გადაიღებს ადამიანი და გაავრცელებს, ან დასაჭერია, ან გმირია. ამათმა გმირი აირჩიეს. როგორც იქნა სამართალი აღდგა ქვეყანაში, ამ ბედუკაძეს რო ეგონა ჩამოვიდოდა და ეს ხალხის წამება და კამერებით გადაღება ხახვივით შერჩებოდა. ნურას უკაცრავად გენაცვალე. ნურას უკაცრავად. ლეწეს თუ არა 2000 ლარიანი ჯარიმა. ეგრე უნდა მაგას. აბარა ეგონა. ეგრე, არავის არ ჩერჩება არაფერი ამ ქვეყანაში. პრეზიდენტის რეზიდენციასთან არ წყდება აქციები სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეებს დაკავებული აქვთ რეზიდენციის გარე პერიმეტრი, რის გამოც რეზიდენციაში შესვლა უჭირთ ადმინისტრაციის თანამშრომლებს და პრეზიდენტის მდგმურებს. ის ქვედა ფლიგელი ხო გააქირავა, მაგრამ ორი კაპიკი შეზდის ახლა ეს კომუნარულებს ის ისტუმრებს რა. რეზიდენციის ჭიშკარზეც ახალი წარწერა გაჩნდა. ფრთხილად ეზოში ვადაგასული პრეზიდენტია. მაინც გამოაკეთეს ეს წარწერა. ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის გადადგომაზე მილიონი ხელმოწერა შეაგროვა. ანუ მიშა გვერდზე იყო უკვე გადახრილი ეს მილიონი ხელმოწერა ხო შეაგროვეს, გადაიხარა ესე გვერდზე, მაგრამ ნაციონალურმა შეაგროვეს მილიონი ხელმოწერა რო არ გადადგესო პრეზიდენტიო და მიშას მეორე მხრიდან შეუყენეს და ესე დააბალანსეს, გაასწორეს ეს. ეხლა ოცნება შეაგროვებს 1.5 მილიონ ხელმოწერას, ისევ გადაიხრება ეს კაცი ეს. მერე ეს ნაციონალები ისევ შეუყენებენ გვერდიდან 1.5 მილიონ ხელმოწერას და ასე იყანყალებს ეს კაცი ოქტომბრამდე. დიდი დავა პარლამენტის გადმოტანასთან დაკავშირებით ძვირფასო მეგობრებო, ამ საკითხზე საინტერესო კომენტარი გააკეთა ბატონმა ადამიანმა ქუდმა ზაქარია ქუცნაშვილმა. თუ შეიძლება ვნახოთ ეს კომენტარი საინტერესოა სხვათა. ნაციონალურ მოძრაობა ბობოხიძე არის ქუთაისის უფრო დიდი პატრიოტი, ვიდრე დიდი დავით აღმაშენებელი იყო, როცა ქუთაისიდან პარლამენტი დააბრუნა თბილისში, დედაქალაქში და ამით აღადგინა ისტორიული სამართლიანობა. მარტო აღმაშენებელმა კი არა, კაცო, სხვა მეფეებმაც რამდენი გააკეთეს ქვეყნისთვის. მარტო ის რადგის ბათუმში ანბანის კოშკი რო გახსნა ფარნავაზმა. ეგ რადგის, ეგ კი არა და გორგასალმა მშვიდობის ხიდიდან მიმინო რო დაადევნა ხოხობს. იუსტიციის სახლამდე ირბინა, კაცო და იქ იპოვა. აბა, ბევრი რაღაცები გააკეთეს მეფეებმა. ასევე ვსჯელობენ იმაზე, რომ თუ როგორ განვითარდეს ქუთაისი, ძვირფასო მეგობრებო, და იგონებენ მიზეზებს, რომ ქუთაისის გადმოტანა უნდა თბილისში და ამის გამო რაღაცა მიზეზებს იგონებენ, რომ ქუთაისის სხვა ფუნქცია შეუთავსდეს. აი მაგალითად, გახდეს ისევ ინდუსტრიული ქალაქი, ან გახდეს სტუდენტური ქალაქი ქუთაისი. მოდით ნახოთ კიდევ ერთი ვერსია, რა ქალაქი, რისი ქალაქი შეიძლება გახდეს ქუთაისი.
მე არ ვიცი, მაგალითად უცნაურია შეიძლება, მაგრამ ბატონგიას აქვს თუ არა გაგებული, რომ ასეთი, მაგალითად შეიძლება იყოს ქუთაისის საპორტო ქალაქი. შეიძლება ეს ახლა ოცნების სფეროა, მაგრამ ქუთაისის საპორტო ქალაქი. ორი გადაწყვეტილებაა ძირფასო მეგობრებო. ორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მაინც პლიაჟი გავაკეთოთ ქალაქთან ცოტა მოშორებით ქვიტირში. იმიტომ რომ გემების ხმაურმა რო არ შეაწუხოს ეს ტურისტები, ეს ადამიანები მაინც საჭიროა რომ იქით ცოტა მოშორებით. დიდი აურზაურია გამგეობებში, ქართული ოცნების წევრები თანამდებობებს ვერ იყოფენ. მიდის ერთი დაჭმა, ისე რო დავაკვირდე მე ვეფხრობი ვინც დაინიშნა ის ხალხი. მართლა პროფესიონალი კადრებია შერჩეული ამ გამგეობებში. მე ძალიან მომწონს. ძირითადად გამგებლის პროფესიონალი ნათესავებით არის ეს გამგეობები დაკომპლექტებული. შეუულებია. მაგალითად ახმეტაში გამგეობის ბაზს გადაერქვა სახელი მთლიანად და დაერქვა ზვიადაურების სახელობის ახმეტის გამგეობა. შვენიერია რა უჭირს ახლა ვითომ. კახეთში სტიქი დაზარალებულთა დასახმარებლად სახელმწიფომ გამოყო 95 მილიონი ლარი, მაგრამ სიებში ყველა ვერ მოხვდა ძვირფასო მეგობრებო, ვერ მოხვდნენ ძირითადად კახელები და დაზარალებულები. თუმცა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მაინც მიიღო სახელმწიფო დახმარება, ვნახოთ რამდენი აიღო. ავიღე 12 ლარი და მე მგონი იმ ხელა საკმარისია, რომ ძალიან სიამოვნებით დორჩი. 12 ლარი თუ დაევე საკმარისი არის, არ ვიცი, მართლა მეცინება უკვე ამ თავრობაზე მართლა მეცინება დედას გეკცევა. შეკაი ადამიანო, 12 ლარს რო აძლევ ადამიანს და ასე უშვებს სახში. როგორ შეიძლება, კაცო? გააყოლე ინკასაციის მანქანა? რას უშვები, გლეხს? გააყოლე ინკასაციის მანქანა, ვიღაცა დახვდეს ქუჩაში 12 ლარი, შენ ის ყوار გონი. თბილისის მერიამ დაიწყო 100 ლარიანი დახმარებების გაცემა კომუნალური გადასახადებისთვის, თვითონ გიგი უგულავა აკეთებს ამის რეკლამას. მოდის დერეფანში და ეს ამბობს ესეთ რაღაცას. თბილისში მცხოვრები ყველა ოჯახი 5 თვის მანძილზე თვეში მიიღებს 20 ლარს, ჯამში 100 ლარს, გოგნი გოგონა. წინა კვირას სტუმრად ყავდა ვანო მერაბიშვილი, რომლის ტირილზეც მთელი ქვეყანა ლაპარაკობს, ყველა მეუბნება, ყველა მხრიდან. მე შევაგროვე მისი ცრემლები. აი ეს ცრემლები შევაგროვე. ხო, შესანახად მექნება ჩემთვის ესეთი და კიდე შევაგროვე ეს. ეს არის უკვე ეს. ეს არის მისი ცრემლები და ეს არის უკვე ჩემი ცრემლები. რო ვაცილებდი უკვე თავი ვეღარ შევიკავე და ჩვენ შოუს მუსიკალად დააპორტებს ბენდი თამონა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელი.